იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, რომ მთელ ქვეყანაზე აღწერა ჩატარებულიყო. ეს პირველი აღწერა მოხდა მაშინ, როცა კვირინიუსი სირიის მმართველი იყო. ყველა წავიდა აღსაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლიდან და გვარიდან იყო. რათა აღეწერათ მარიამთან ერთად, რომელიც მასზე დანიშნული იყო და ორსულად იყო. როცა ისინი იქ იყვნენ, დადგა დრო, რომ მას ეშვა. დაშვა თავისი პირმშოთზე, შეახვია სახვევებში და ბაგაში დააწვინა, რადგან მათთვის ადგილი არ იყო სასტუმროში. იმ მხარეში იყვნენ მწყემსები, რომლებიც მინდორში ღამეს ათევდნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აი უფლის ანგელოზი წარუდგა მათ. და უფლის დიდება გაანათდა მათ გარშემო. და დიდი შიში დაეუფლათ. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, რადგან გიცხადებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელ ხალხს შეეხება. დღეს დავითის ქალაქში გშობიათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. ეს იქნება თქვენთვის ნიშანი, იპოვით ყრმას, სახვევებში გახვეულს და ბაგაში მწოლარეს. და უეცრად ანგელოზთან ერთად გამოჩნდა ზეციური ლაშქრის სიმრავლე, რომლებიც აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება ღმერთს მაღალთაშინა და ქვეყანაზე მშვიდობა, ადამიანებში მისი კეთილგანწყობა. როცა ანგელოზები ზეცაში დაბრუნდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ ეს ამბავი, რომელიც მოხდა და რომელიც უფალმა გვაუწყა. ისინი ჩქარა წავიდნენ და იპოვეს მარიამი და იოსები და ხოსები და ყრმა, ბაგაში მწოლარე. როცა ნახეს, უამბეს ყველაფერი, რაც ამ ყრმის შესახებ ეთქვათ. ყველა, ვინც ეს მოისმინა, გაოცდა იმით, რაც მწყემსებმა უთხრეს. მარიამი კი ყველაფერს გულში ინახავდა და დაფიქრდებოდა ამ სიტყვებზე. მწყემსები დაბრუნდნენ, ღმერთს ადიდებდნენ და აქებდნენ ყველაფრისთვის, რაც ნახეს და მოისმინეს, როგორც ეთქვათ. 8 დღის შემდეგ, როცა ბავშვის მოსაკვეთი დრო დადგა, დაარქვეს მას სახელი იესო, როგორც ანგელოზმა უწოდა ჯერ კიდევ დედის მუცელში ჩასახვამდე. როცა მოსეს რჯულის მიხედვით მათი განწმენდის დღეები დასრულდა, წაიყვანეს იგი იერუსალიმში, რათა უფლისთვის წარედგინათ, როგორც წერია უფლის რჯულში: ყოველი მამაკაცი პირმშო უფლისთვის წმიდად ჩაითვლება და შესაწირავად მიიტანეს, როგორც ნათქვამია ქვამია უფლის რჯულში, 2 გრიტი ან 2 მტრედი. იმ დროს იერუსალიმში იყო კაცი სახელად სიმონი. ეს კაცი მართალი და ღვთისმოშიში იყო. ისრაელის ნუგეშს ელოდა და სულიწმინდა იყო მასზე. მას სულიწმინდით ჰქონდა გამოცხადებული, რომ არ იხილავდა სიკვდილს, სანამ უფლის ქრისტეს არ იხილავდა. სულის ხელმძღვანელობით მოვიდა ტაძარში და როცა მშობლებმა ყრმა იესო შემოიყვანეს, რათა რჯულის წესისამებრ მოქცეულიყვნენ, მან იგი ხელში აიყვანა. ღმერთი აკურთხა და თქვა: ახლა გაუშვი შენი მონა უფალო მშვიდობით, შენი სიტყვისამებრ, რადგან ჩემმა თვალებმა იხილეს შენი ხსნა, რომელიც მოამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათებლად და დიდება შენი ხალხისა, ისრაელის. იოსები და მისი დედა უკვირდათ ის სიტყვები, რომლებიც მასზე ითქვა. სიმონმა აკურთხა ისინი და მარიამს. მის დედას უთხრა: აჰა, ეს ყრმა მრავლის დაცემისა და აღდგომისთვის არის დადგენილი ისრაელში და ნიშნად, რომელსაც შეეძინა აღმდეგებიან. და შენ სულსაც მახვილი განგმირავს, რათა მრავალი გულის ძრახვა გამომშლავდეს. იქ იყო წინასწარმეტყველი ანაც, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან. ის მეტად მოხუცებული იყო. ახალგაზრდობაში ქმართან 7 წელი ცხოვრობდა. შემდეგ კი ქვრივი დარჩა 84 წლის განმავლობაში. ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს დღე და ღამე. სწორედ იმ დროს მოვიდა. უფალს ადიდებდა და ყველას ელაპარაკებოდა ყრმაზე, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა. როცა ყველაფერი შეასრულეს უფლის რჯულის მიხედვით, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
ყრმა იზრდებოდა და ძლიერდებოდა. სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე. მისი მშობლები ყოველ წელს პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში დადიოდნენ. როცა იგი 12 წლის გახდა, ჩვეულებისამებრ წავიდნენ დღესასწაულზე. დღესასწაულის დასრულების შემდეგ დაბრუნებისას ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, ხოლო იოსებმა და მისმა დედამ ეს არ იცოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის თანამგზავრებთან იყო და ერთი დღის გზა გაიარეს. შემდეგ ნათესავებსა და ნაცნობებში დაიწყეს მისი ძებნა. როცა ვერ იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად. 3 დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი. მოძღვრებს შორის მჯდომი, მათ მოსმენასა და კითხვებს უსვამდა. ყველა, ვინც მას უსმენდა, გაოცებული იყო მისი გონიერებითა და პასუხებით. როცა მშობლებმა დაინახეს, განსვიფრდნენ. დედამ უთხრა: შვილო, რატომ მოგვექეცი ასე? აი, მამა შენი და მე ტკივილით გეძებდით. მან უთხრა მათ: რატომ მეძებდით? არ იცოდით, რომ უნდა ვიყო ჩემი მამის სახლში? მაგრამ მათ ვერ გაიგეს ის სიტყვები, რაც მათ უთხრა. ის მათთან ერთად წავიდა და ნაზარეთში დაბრუნდა და ემორჩილებოდა მათ. მისი დედა კი ყველა ამ სიტყვას გულში ინახავდა. იესო იზრდებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით, ღმერთისა და ადამიანების წინაშე.